ავიწყოთ უახლესი ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლო პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ მოსამართლემ კიდევ ერთხელ დაყენებულ შუამდგომობაზეც კიდევ ერთი უარი უთხრა დაცვის მხარეს თეატრულკიანი და კომისიის წევრები არ გამოიკითხებიან სასამართლო პროცესზე. ახლა ქრონოლოგიურად მოვუყვები მაყურებელს, როგორ განვითარდა დღეს მოვლენები. ადვოკატმა დააყენა შუამდგომობა მოწმის გამოკითხვის შემდეგ მოწმე წინა პროცესზე დაიკითხა. ეს მოწმე იყო პარლამენტის სამდივნოს წარმომადგენელი თეატრულკიანი რომელმაც თქვა, რომ მას უნდა მიეწერა შეტყობინება მამუკა ხაზარაძისთვის, რომ კომისიაზე იყო დაბარებული, თუმცა არ ახსოვდა ვისგან ჰქონდა ინფორმაცია, არ ახსოვდა კონკრეტული დეტალები კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, ის არ იყო თავად კომისიის სხდომაზე. შესაბამისად, ადვოკატებმა დღეს დააყენეს დამატებით შუამდგომობა სასამართლოში ახალი გარემოების საფუძველზე, რომ დაკითხულიყო თეატრულკიანი კომისიის თავმჯდომარე და ამ კომისიის წევრები, თუმცა პროკურორმა განაცხადა სხდომათა დარბაზში, რომ 7 ადამიანს ვერ დაკითხავდნენ სასამართლოში, რასაც მამუკა ხაზარაძის პროტესტი მოყვა, მან მიმართა სასამართლოს სიტყვით და აღნიშნა, რომ როდესაც მის ჩვენებას ისმენენ, ის დადის სასამართლოში უკვე 2 თვეზე მეტია, მნიშვნელოვანი არის თეატრულკიანმა და კომისიის წევრებმა გაცენ კითხვაზე პასუხი. მას აინტერესებს, რატომ სარგებლობს პრივილეგიით თეატრულკიანი. ეს იყო სწორედ ის განცხადება, რომელიც სხდომათა დარბაზში გააკეთა მამუკა ხაზარაძემ და ჩვენ შეგვიძლია ეს განცხადება ახლა პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. ახალი არსებითი გარემოება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩამოვკითხოთ 7 კაცი, რომ მართლა მიიღოს თუ არა გადაწყვეტილება, სულიად აზრისმოკლებულია ემსახურება დროის დაჭიანურება, შესაბამისად არ უნდა გადაწყვეტილება. გაუგებარია ეს მადლობა სამართლით. ეს არ გაუგებარია. აი ეს დამოკიდებულება გაუგებარია. შეიძლება რაღაც თქვა. ჩვენ მადლობა სამართლე ესე პირველ სიტყვაზე გითხარით, დავდივარ არა იმის გამო, რომ ეს მოდრენდობია სასამართლოს. ხე პირველად არაფერს არ გერჩით, იმიტომ რომ დავალოდები გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ სისტემას არ ვენდობი. მაქვს ამის ძალიან სერიოზული საფუძველი. აქედან გამომდინარე, დავდივარ იმიტომ, რომ გავიგო, როგორ შეიძლება თქვენ ახლა შეიძლება მომისაროთ 1 წელი, რაც ესე ვთქვათ, ისტორიის ეს მუხლი და ამ დროს პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაული მოხდა, რომ ხაზარაძე რაღაცას არ დაემორჩილა, ანუ ეს ერთი მხარე და მეორე მხარე დაკითხვაზე წარმოგყავთ. რომ გითხოთ, რა დავაშავე ამისთანა, რის საფუძველზე არ მივედი, ქონდა თუ არა არგუმენტი, ეს რა დამოკიდებულია, ცალკარში თუ ფეხბურთია, მაშინ მითხარით და საერთოდ აღარ მოყავს სასამართლოზე და მიიღეთ რა გადაწყვეტილებაც გინდათ. მე ამიტომ კი არ დავდივარ, რომ ამის მეშინია და რაღაცას ესე ვთქვა, დამტკიცებას ვაპირებ, რომ ვერაფერს ვერ დავამტკიცებ, მე ვიცი. მაგრამ კიდევ მეორე, ეს რა ფორმა, რა სასამართლოა, რა პროკურატურაა, როცა ვამბობ, ჯერ მოსამზადებელი სხდომები რო იყო. წერილი მივიღეთ, დაუძახეთ ამ ცოლუკიანს და კითხეთ, თვითონ მოაწერა წერილი ცხელი, არ მოაწერა, სხდომა ჰქონდა, ვირა გამოთქვა, მაგრამ ამდენი ხანი მარტო მემატარეთ ამ სასამართლოში იმისათვის, რომ რა, რომ ბოლოს მიიღოთ განაჩენი და მე ხალხს უთხრათ, რომ ესე იგი, იცი რა, ისინი დეპუტატები არიან, მართველი პარტიის ეგრეთ წოდებული მართველი პარტიის წარმომადგენლები არიან და აქეთ ესე თქვა ჩვენი საუბარი რა ქვია რა. წინა მოსამართლე, თქვენ წინა მოსამართლე რო თქვა, თავადი ვარო. ეს დამოკიდებულება აქ ამ სასამართლოში, ამიტომ კიდევ მეორე ძალიან ვთქვით, რომ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება, მოისმინოს საზოგადოება წულუკიანის, სუბელიანის და მათი პოზიცია, მართლა იყო კომისიაზე შეკრებილები, მართლა ლეგიტიმური ეს კომისია, მართლა არიან იქ ოპოზიციონერები და ასე შემდეგ და თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ წავალ და დამეჭერეთ პრობლემა არ არის რა. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, მეტად გეუბნებით რა. ძალიან მარტივია. 9 წლიანზე მიშვებდით თქვენი სასამართლო აბსურდულ საქმეზე და 4 წელი მატარეთ და მაშინ არ დამავალდა სასამართლოს და თქვით პირდაპირ დაამთავრეთ ეს მასკარადია ხო ვერ გავიგეთ. როგორ შეიძლება მარტო მამუკა ხაზარაძე დაკითხოთ და 7 კაცი არ დაიბაროთ და ერთი სიტყვა არ დაუსვა. რა გეცინება ვერ გავიგეთ. რა არის ასაცილო არის ამაში რა. მე გეცინება და აი ეს ცინიზმი დაგებრუნდება უკან თქვენ ყველას. თქვენს და თქვენს სისტემას. ხო და შევწყვეთ რომ ახალგაზრდა გოგოები აი ესეთ რაღაცას ემსახურებით რა. რას მეუბნები ხო მარტო მამუკა ხაზარაძე ამ ქვეყანაში დასაკითხი ვერ გავიგე? და ბადრი ჯაფარიძე? ისინი არ უნდა დაიკითხო?
მას შემდეგ რაც ბრალდებული ხაზარაძის სიტყვა მოისმინა მოსამართლე ზვია ჩარაძემ, მან თქვა რომ არ დაკმაყოფილდებოდა დაცვის შუამდგომლობა, არ დაიკითხებოდნენ სასამართლოზე თია წულუკიანი და კომისიის წევრები, რის შემდეგაც ხაზარაძემ სასამართლო პროცესი დატოვა. სასამართლოს უთხრა რომ ისინი არიან უსამართლოები, არ იღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას. შემდეგ კი მედიასთან გააკეთა განცხადება. მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების დროსაც არ დაესწროს სასამართლო პროცესს. მან თქვა რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს სასამართლო, რადგან უკვე საზოგადოებისთვის კარგად გახდა ნათელი. კიდევ ერთხელ მორიგჯერზე ხალხმა ნახა რომ ეს არის უსამართლო სასამართლო. მამუკა ხაზარაძის შეფასებით დღეს პოლიტიკოსმა განმარტა რომ როდესაც მთავარი განცხადება, რომელსაც ხელს აწერდა თია წულუკიანი, სწორედ ის იყო მთავარი ავტორი სისხლის სამართლის საქმის, რის გამოც ახლა არაერთი პოლიტიკოსი ციხეში ძის და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არის მიცემული, აუცილებელი იყო მას გასუხი სასამართლოზე, თუმცა ვერც ერთმა მოსამართლემ ვერ გაბედა წულუკიანის სხდომაზე დაბარება. მე წამოვედი დავტოვე სასამართლო, ამ სასამართლოში მე არანაირი საქმე არ მაქვს, პირდაპირ გეუბნებით, გინდათ გადაწყვეტილება რანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ჩემთვის არის აბსოლუტურად სულ ერთი. იცით რატო? იმიტომ რომ არის რაღაცა ზღვარი, რომლის იქეთ უნდა თქვა, რომ მე ამ სპექტაკლში, ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ. საკმარისად გაიგო საზოგადოებამ, ყველამ, თუ ისთანა გვაქვს საქმე. ამიტომ ვიარი ამდენი ხანი. განაჩენის გამოცხადების დროს არ გავიქნა. არ ვიცი, ალბათ არ ვიქნებოდა, ახლა ეს საქმე. კარგად იგავ. მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი დღეს არის დასრულებული. დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ითქვა პროკურატურას, თუმცა მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ახლა იგივე დარბაზში, იგივე პროკურორების, იგივე მოსამართლის მონაწილეობით დაიწყება ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი. იქაც ანალოგიურად განვითარდება სავარაუდოდ პროცესები, რადგან იქაც დააყენებენ დაცვის მხარის წარმომადგენლები შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს თია წულუკიანი და კომისიის წევრები, რადგან იგივე მოწმემ, იგივე ჩვენება მისცა, ისევე როგორც მამუკა ხაზარაძის საქმეზე, ბადრი ჯაფარიძის საქმედაც. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ თია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოსების ნაწილს გირავ აქვს შეფარდებული, ნაწილი პატიმრობაშია. ამ დრომდე თითქმის მე-20 დღეა რაც საპრობლეში არის მოთავსებული ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია და 13 ივნის სავარაუდოდ დააკავებენ ნიკა გვარამიასაც მას გირაოს გადახდის ვადა უკვე ამოეწურა.